სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. დღევანდელ დღეს, როცა ეკლესია თომას მიერ მაცხოვრის კრეთით აღდგომის აღიარებას იხსენებს და შესაბამისად მის ღმერთობას, ჩვენთვის ეს უაღრესად საინტერესოა და იქ არის ერთი საინტერესო სიტყვები უფლისა, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ რწმენას სიღრმისეულად შევხედოთ. თომას არ ჯერა და რომ აღდგა მკვდრეთით მაცხოვარი, მიუხედავად იმისა, რომ მას დანარჩენი მოწაფეები ეუნებიან, ამაში ერთგვარი სიკეთე შეიძლება გავჭრიტოთ და ვიფიქროთ, რომ თომა მაძიებელია და თავის გამოცდილებით უნდა რომ დარწმუნდეს. ეს ასეც არის, ჩვენ ყველას უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენი გამოცდილება გქონდეს მკვდრეთით აღდგომისა და თუ ჩვენ პირადი გამოცდილება არ გვექნება, ჩვენ რწმენას ფასი არ აქვს. მაგრამ არის მეორე მომენტი, რაც ასევე უდავოდ არსებობს და გვერდს ვერ აუვლით, ეს ცნობილი სიტყვები უფლისა, როცა მას დაუდასტურდება თავისი გამოცდილებით თომას აქვს აღსარებლობა, რომელიც მანამდე არც ერთ მოციქულს არ ქონია, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, სადაც ის ორივეს ადამიანურ და ღვთაებრივ ბუნებას აღიარებს ქრისტესი და ეს კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ ფაქტის ახეზია, რომ უფალი მას ესეთ რამეს ეუნება, რამე თუ მიხილე და გწამს. კაია რომ წამს, მაგრამ მიხილე. ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე. მინდა გავიხსენოთ სიტყვები, რომელსაც ეუბნება უფალი მარიამ მაგდალინელს, როდესაც მკვდრეთით აღდგარს იხილავს მაცხოვარს, მარიამ მაგდალინელი იცნობს, მებაღე გონია გახსოვთ, ვერ ცნობს და მერე ეუბნება სახელით მიმართავს მარიამ და ცნობს, მერე რა თქმა უნდა და პირველ რასაც აკეთებს, თუ გაუხარდება თავისთავად ცხადია, მირბის მისკენ რო ესე იგი მიემთხვიოს, ასე ვთქვათ, მაგრამ უფალი მას აჩერებს, არაძლევს შეხების უფლებას და ეუბნება, რომ მე ჯერ ზეცაში არ ავსულ ვარ. ანუ არაძლევს მიწიერი ურთიერთობის, რაც მანამდე იყო მათ შორის, მოციქულებსა და უფალს შორის, მოციქულებსა და უფალს შორის იყო ეს მიწიერი ურთიერთობა, ადამიანური, მეგობრული, კარგი, სწორი, მაგრამ ამით მარიამ მაგდალინას სხვა რაღაცაზე მიუთითებს, რომ უფრო მნიშვნელოვანი იწყება. რომ მე ჯერ მამასთან არ ავსულ ვარ, ამიტომ შეხების უფლებას არ გაძლევ, მაგრამ ის და თუ თლიან სახარებისულ კონტექსტში გავიაზრებთ ამ ადგილს, ის მამაა ჩემი, მაგრამ მამაა თქვენი, ის ღმერთია ჩემი და ღმერთია თქვენი და მე მივდივარ იმიტომ, რომ თქვენ ადგილები მოგიმზადოთ და მე უნდა დავჯდე მარჯვენით მამისა, როგორც ადამიანი საუბრობს ამ შემთხვევაში, არა როგორც ღმერთი, არამედ როგორც ადამიანი. მე მივდივარ რომ დავჯდე მარჯვენით მამისა, ანუ ადამიანურად სრულ ძალაუფლებაში მოვიდე, მნებავს რომ სადაც მე ვარ თქვენც იქ იყოთ და როგორც მე დავჯექი მამის მარჯვნივ, მე მინდა რომ თქვენს დაჯდეთ ჩემს მარჯვნივ. აი ფაქტიურად სახარებისეული კონტექსტში აი რაღაცა დიდებული უნდა მოხდეს და ის ძველი ტიპის ურთიერთობები აღარ იქნება გონება მიუწვდომელი, რომელიც წარმოდგენა ჩვენ არ შეგვიძლია. და სწორედ თუ ამ კონტექსტში განვიხილავ დღევანდელ სიტყვებსაც, რა თქმა უნდა, მეტ ჩაფიქრების საშუალებას გვაძლევს, რომ კი, მე მინდა რომ მიწიერად, შეხებითად, ადამიანურად ვიცოდე, დავრწმუნდე, განვიცადო, მაგრამ უფალი მეუბნება, კი ბატონო, ამაზეც მოვდივარ მე და ამაზეც ყაბულს ვარ, ოღონდ თქვენი რწმუნეთ. მე თქვენს ნებისმიერ უძლურებას და სისუსტეს გავითვალისწინებ, უფალი გვეუბნება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნეტარია ის, ვისაც არ უხილავ, ანუ არ უხილავ რას ნიშნავს, აი მიწიერი ხელს შეხება, მიწიერი სასწაული არ მომხდარა, გესმის მის თვალწინ და იმას წამს. ყველაზე მეტად წმინდა წერილში აი ამ რწმენასთან, რომელიც რა თქმა უნდა მე ყველა მოციქულის საკუთრება გახდა, მათ შორის თომასიც, მაგრამ ყველაზე მეტად სახარებაში აი ამ ტიპის რწმენა აქვს ჯვარცმულ ავაზაკს, იმიტომ რომ ჯვარცმულ ავაზაკმა არა თუ არ იხილა, არამედ უფალი იხილა ყველაზე დაკნინებულ მდგომარეობაში და მაშინ ირწმუნა. გესმით? რა მოხდა? ამ ადამიანში, რომელსაც
ცუდი უკეთებია მხოლოდ სულ ცხოვრებაში. ავაზაკი და სამართლიანად ისჯებოდა. რა სული ქონდა, რა გული ქონდა, რა ხედავთ როგორი საიდუმლოებაა ადამიანი როგორც ასეთი. რაც შეეხება ჩვენ, ეს რამდენად გვეხება. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რწმენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, რწმენის საკითხი. როგორ მოვიდა ჩვენამდე რწმენა? რწმენა მოვიდა ჩვენთან შეხებით. შეხება რომც ყოფილიყო და რაღაცა დოზით ალბათ იყო, მაინც საიდუმლოებრივად აღმოცენდა ჩვენში, იმიტომ რომ მსგავსი შეხება შეიძლება ჩვენს გვერდზე სხვას ქონოდა, ან ჩვენ მოგვიყოლია, მაგრამ ადამიანებზე არ მოქმედებს. რაღაცა ჩვენში რაღაცა მოხდა, ხო, აი რასაც უფალი ამბობს, რომ მამამ გამოგვიცხადა, ანუ პირადი გამოცხადება ქონია. ეს რწმენა ესე მოდის ჩვენში, ანუ ქრისტეს ღმერთობის რწმენას ჩვენ ასე საიდუმლოებრივად ვიღებთ, რა თქმა უნდა. მე რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ უფლის ნების შესაბამისად ვიცხოვროთ ეკლესიის წიაღში, როგორც უფალმა გვამცნო, ამის მცდელობა გვაქვს, გარეგნულ მხარეს ვავსებთ და ჩვენი ცხოვრების გარეგნულ მხარეს ვცვლით და ჩვენი ცხოვრება იწყება ესეთი გარეგანი რელიგიური ცხოვრება იწყება და ვამბობთ, რომ ამაზე არ შეიძლება დაკმაყოფილდეთ, ეს ცუდი არ არის, კარგია თავიდან, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს შიგნით და როგორც ხშირად გეუბნებით, რაც ვირწმუნეთ, ის ჩვენი შინაგან გამოცდილებად უნდა იქცეს და აი ამ პერიოდში იწყება ეს ბრძოლა რწმენასა და ურწმუნოებას შორის ჩვენში, იმიტომ რომ ჩვენ მისტიკურად ვირწმუნეთ და რაციონალურად გვინდა დადასტურება. და ღმერთი რაციონალურად არ დასტურდება, თუ არ ინება და სასწაულებრივად ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა ხელშესახებად არ შემოვიდა. ისე ღმერთს რაციონალურად ვერ დაადასტურებ. და ჩვენ ვართ დაცემული ბუნების რა, სულ გვინდა რომ რაციონალურად დავიდასტუროთ რწმენა, ხელშესახები გავხადოთ და კი არ გვწამდეს, არამედ აი როგორც თქვა, კედელს ვხედავ, ასე და ამგვარად ხედავდი. და როდესაც რწმენა მაქვს, მაგრამ ცოდნა არა მაქვს, 100%-იანი გარანტიით რომ ღმერთი არის, ეს ჩემში იწვევს ერთგვარად ეგზისტენციალურ შიშს, განგაშს იწვევს. რატო? იმიტომ რომ მე ვიცი რომ არადიული სიცოცხლე არსებობს და მე გარანტია მინდა, მე ნამდვილად მინდა ვიცოდე რომ ღმერთი არის კიდევაც და მეც იქ ვიქნები და სულ კარგად ვიქნები და ამის შესახებ გამოცდილება, ანუ ემპირიული გამოცდილება, ცოდნა რო არა მაქვს, ეს ჩემში განგაშს იწვევს. და ადამიანი მერე იწყებს აი მოძრაობას, წუწუნს, წუხილს და ეძებს სასწაულებს. აი რაც თომას ჭირდა. როგორ სანამ ყველა ეუბნება, არა, სანამ ხელს არ შევახ. ნებისმიერი სისუსტე გამოვლენილი წმინდა წერილში მოციქულების მიერ იუდას ჩათვლით ჩვენთვის დაიწერა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენში არსებობს. იუდაც, პეტრეს უარყოფაც, თომას მერყეობაც, იოანესა და იაკობის კარიერის დავარქვა, ერთი მარცხნივ დავждდებით და ყველაფერია ჩვენში. და იქ უარყოფითი პერსონები ვინც არის, პილატე იქნება თუ ამავდროულად ყველაფერია ჩვენში, არ დაგვავიწყდეს ეს. ამიტომ აი რა კითხვა რო დავსვით, რომ თავისუფალი აქტი იყო მისი თუ არ იყო და ნახეთ როგორ არის ფაქტობრივად, ჩვენ ხო ვიცით, რომ თუ თავისუფლება დავკარგეთ, ჩვენ არ გვექნება ხელმწიფება ვიყოთ ღმერთის შვილნი. თავისუფლების გარეშე ეს არის შეუძლებელი. თავისუფლების გარეშე თუ დავრჩის, ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა გვიყვარდეს. ამიტომ თავისუფლება ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ და რაც მეტად ხელშესახებია ჩვენთვის ღმერთი, მით მეტად ვკარგავთ თავისუფლებას. და რაც მეტად არ გვიხილავს და იმგვარად გვწამს, მით მეტად ვინარჩუნებთ თავისუფლებას, მით ქრისტესადმი ერთგულება ჩვენი მხრიდან მეტად უფრო თავისუფალი გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენში უფრო მეტი შესაძლებლობა ამ დროს არსებობს, გვიყვარდეს უფალი მთელი ჩვენი არსებით უანგაროთ და ჩვენში უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს ვრეალიზდეთ როგორც ღმერთის შვილნი. ნებისმიერ შემთხვევაში რწმენა, ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია. 4 მისტიკური თუ 5 მისტიკური ნახტომი არსებობს სარწმუნოებაში, ამაზე გვისაუბრია, ხა აღარ ჩამოყალიბდები, ეს არის ჩვენს ქადაგებებში, ინტერნეტში 5 მისტიკური ნახტომი და ზოგადად რწმენა მისტიკური ნახტომის გარეშე არ არსებობს. არ შეიძლება მიხვიდე გაზომო და აი ღმერთი ყოფილა. ეს არის შინაგანი საიდუმლოებრივი შემეცნება. ამიტომ ეს მისტიკური ნახტომი არის რწმენა და თუ შენ ამ მისტიკურ ნახტომს
გვერდზე გაწევდა, გინდა ყველაფერს ხელი შეეხო, რწმენა ქრება როგორც ასეთი. რწმენა აღარ არსებობს. გესმით? და ეს მაშინ, როდესაც ჯერ სასუფეველში მიღწეული არ ახარ, როდესაც შენი თავისუფლება ჯერ რეალიზებული არ არის, არ ახარ რეალიზებული ღმერთის შვილად და ჯერ კიდევ ხორცელი ადამიანი ხარ, ამ დროს შენში რწმენა უქმდება. და ეს რა შედეგებს გამოიწვევს, არავინ იცის. საერთოდ ჩვენ გვინდა რომ სარწმუნოებაში რომ შემოვდივართ, მაქსიმალურად ვიყოთ დაცულები. და არა მარტო მიწიერი თვალსაზრისით, არამედ გადარჩენის, მარადისობის თვალსაზრისით. ანუ ჩვენ რაღაც ერთგვარად გარანტიებს ვეძებთ. აი გარანტირებულად გვინდა ვიცოდეთ. აი ხშირად არის ხოლმე ადამიანს განსასწრელი აქვს, მოვა, მამაო რაღაც განსასწრელი მაქვს და მესმის. აი სახარებაშიც ხო არის ესე, რომ უკვე თუ ძალგიც განმიკურნეთ ჩემი შვილი და წამს მე მიხვდება რომ არ წამს და შეეწია ჩემს ურწმუნოებას, სასვებით შეხურებს, მაგრამ მე მანამდე უფალი იტყვის რომ როდემდე მიიყო თქვენთან, იმიტომ რომ მიწიერის გარდა არაფერი გაინტერესებს. მე მესმის ადამიანი რომ მოდის ეკლესიაში ხა ქრისტეს ვერ ხედავს, ნუ მღვდელს ხედავს და რაღაც სასვებით შეხურებს, მაგრამ ყველა ადამიანს ავადმყოფის შვილის მამასაც ეს პრობლემა ჰქონდა. გარანტიები უნდა. ღმერთთან ურთიერთობაში ითხოვენ გარანტიებს და როცა გარანტიები ხელში გვიჭირავს, რას ვკარგავთ ამ დროს? ამ დროს კარგავთ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ თვისებას, რაც მორწმუნეს უნდა გქონდეს, ეს არის მინდობა ღმერთზე. მე შენ გენდობი უფრო. არნერი გარანტიები არ მჭირდება. აი ადამიანთა შორის მოლაპარაკებაც რო არის, რაღაც საქმეზე გარიგდებიან და ხელწერილი მომეციეუნები რა. და დამიწერე და მე საბუთი მქონდეს და ეგ ერთია და არის მეორე, არა ზმაო, რა ხელწერილი, აბსოლუტურად გენდობ. ნდობა, გესმის, ნდობა და ნდობა რისი? იმისა კი არა, რომ ხვალე არაფერი არ მეტკინება. ნდობა იმისა, რომ შენ მე მხედავ შენს მარჯვნივ მარადისობაში და ყველაფერს აკეთებ ჩემ ცხოვრებაში. ყველაფერს ერთი ღერით არ დავარდება შენი განგებულების გარეშე, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენს მარჯვნივ მამყოფო, აი ამაში გენდობ. და როცა გარანტიებს ვითხოვ, ამაში აღარ გენდობ. ამიტომაც არის რწმენის განვითარებული რწმენის შემდგომი საფეხური, ეს არის სასოება, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ანუ სრული მინდობა ღმერთისად. და ჩვენ ეს ძალიან გვიჭირს. სწორედ ამიტომ, რომ აი ეს გვჭირს, რომ ხელის შეხება გვინდა და გარანტიები და ფაქტი და ასე შემდეგ. და როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს და თავისი ასეთი არჩევანით მიდის, რომ ყველაფერი ხელშესახები იყოს და რა ხდება, იცით ამ დროს რეალობაში? რწმენა ამ დროს გადაიქცევა ხოლმე მაგიად. რომლის დროსაც რა ხდება? მაგია რა არის? ყველაფერი უნდა შევასრულო ზუსტად. რიტუალი, შელოცვა, შეფუცება, ასე შემდეგ, მოძრაობა და ყველაფერს ზუსტად რო შევასრულებ, ნაყოფს მივიღებ. როგორ შეიძლება გარეგნული უარყო, ხო, როცა დროსა და სივრცეში გამოკიდებული ვართ, მაგრამ როდესაც გარეგნული ხდება მთავარი, როცა შენეძებ გარანტიებს, გარანტიულ შედეგის დადება გინდა, ხელშესახებ რწმენაში, გესმის? როცა ყველგან ეძებ იმ დასტურს, როგორც შენ წარმოგიდგენია, რომ ღმერთმა ესე უნდა დაგიდასტუროს შენთან ყოფობა და სწორედ აი ამ დროს მაგიას ემსგავსება, მოდი ესე რბილად რომ ვთქვათ, მაგიას ემსგავსება ჩვენი ქრისტიანული და სულიერი ცხოვრება. გვინდა რომ ღმერთი ვაიძულოთ, არა იყავნება შენი, არამედ იყავნება ჩემი, იყავნება. ამას არ ვამბობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ სულ ესე ვარ. როგორც მე მინდა ეგრე უნდა იყოს ღმერთო, ლამის ფეხები დაუბაკუნოთ. როგორც კი ისი არ არის, როგორც მე მინდა პრასდები. გესმით? აი ესე ვიქცევით. ასე დროს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უარს ვამბობ თავისუფლებაზე, ვემონებით კანონს, რადგან მგონია, რომ მისი ზედმიწევნითი შესრულებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღმერთს დავიმორჩილებთ. მაგრამ ღმერთს ვერ დაიმორჩილებ ღმერთს. იმიტომ რომ ქრისტიანობაში, არა რელიგიურ სისტემაში, რომელიც მე შეიძლება ქრისტიანობის წიაღში გამოვიგონო რელიგიური სისტემა და გავხდი ამის მონა. ანუ ქრისტეს ცოცხალი ორგანიზმის უჯრედი კი არ ვიყო. რაღაც სისტემა, რომლის მონა გავხდე. აი აქ როგორი სიბრძნე უნდა ადამიანს. გესმით, იმიტომ რომ ზოგს ამ სიტყვებმა, რასაც მე ვამბობ, შეიძლება ზოგს ავნოს კიდევ, არაო, ესე იგი კანონი არა, წესი არა და აიშვას.
და ამაზე პავლე მოციქული ბევრ საუბრობს. გესმით, როცა საუბრობს აი ამ კანონზე და თავისუფლებაზე, მადლზე, ჟულზე, კითხვასაც კისვავს, რომ როგორ ესე იგი რაღაც მადლმა გაგვან თავისუფლა, ამიტომ ესე იგი ვწოდოთო, ანუ ჟული აღარ დავიცვათ? არამც და არამც პავლე მოციქული ამბობს და ზოგადად უჭირთ ადამიანებს თავისუფლების იდეით, თავისუფლებაში რეალურად ცხოვრება და იმიტომ ვერ იგებენ ასეთ რაღაცეებს. თავისუფლება ხო ანარქია არ არის, წესის და კანონის მოშლა ხო არ არის? და აი ქრისტიანობაში ღმერთს ვერ დაიმორჩილებ. იმიტომ რომ ქრისტიანობა რას გვასწავლის, რას ვითავისებ, რომ ღმერთი არის ღმერთი, გესმით? შეუძლებელია ღმერთის დამორჩილება. ღმერთი არის ღმერთი, დიადია იგი და თავისი დიადით საშინელია და თავისუფალია, სრული თავისუფლებაა ღმერთი. რასაც უნდა იმას იქმს, როგორც ლიტურგიკულ ტექსტებში ვკითხულობთ, რასაც უნდა იმას იქმს, შეუძლებელია ღმერთის დამორჩილება. რა წესი და კანონი და რა ქცევი და რა მანერით უნდა დაემორჩილო ღმერთი, რა უგუნურობაა უბრალოდ ეს, როცა ხანდახან ჩვენებს გონია. ჩვენ მასთან ურთიერთობაში ქრისტიანობა ასევე გვასწავლის. ქრისტიანობა გვინარჩუნებს ღირსებას. ღირსებას. რამე თუ გვინარჩუნებს თავისუფლებას. არა მისი სიდიადის ფაქტის წინაშე რძრწით, არამედ აი ამ სიდიადის განცდა ბოლომდე არა გვაქვს, არ რძწით და როგორც ფაქტს ხელს ვერ ვკიდებთ და ჩვენი თავისუფალი არჩევანით ვრეალიზდები. ჩვენ ვერ დგულებთ მას თუ არ ვერ დგულებთ, გვინდა ის თუ არ გვინდა და ასე შემდეგ. გესმის, ჩვენი ღირსება შენარჩუნებულია და ღმერთი რჩება როგორც ღმერთი. აი მას გვაძლევს, ამის საშუალებას გვაძლევს ქრისტიანობა და ეს სწორედ ეს არის გარანტია იმისა, რომ მომავალში ჩვენ გვექნება ხელმწიფება ღმერთის შვილებად მყოფობისა. აი ეს არის, იმიტომ რომ ღმერთის შვილის ხელმწიფება რას ნიშნავს? ღმერთივით უნდა იყო ღირსეული და თავისუფალი. ისე რომ ღმერთის ღირსეულია და თავისუფალი და მისი ღირსება და თავისუფლება არსად არ უნდა წავიდეს. მაგრამ ჩვენ ამის საპირწონედ საწინააღმდეგოდ ვეძებთ ფაქტებს, სასწაულებს, ხელმოსაკით წინასწარმეტყველებებს, იაფასიან წინასწარმეტყველებებს. მაგრამ ამ ყველაფრით ხო ჩვენი თავისუფალი აღსარებლობა, ცოცხალი ღმერთისა შეიზღუდება რაღაცა დაკნინებული აღსარებლობით. ეს დაკნინებული აღსარებლობა იცით რა შემდგომარეობს? ღმერთის არსებობას ვამტკიცებ და ვამოწმებთ ამით. თუ ეს სასწაული ხდება, ესე იგი ღმერთი არის და თუ ეს და მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა და თუ ეს სასწაული არ არის, ესე იგი არ შეიძლება ჩვენი რწმენა რაიმეზე მიმული იყოს. განა იმიტომ რომ სასწაული არ არსებობს. კიდევ მეორე უფალი თომას ნებას დაყვება და მისცემს უფლებას, რომ თქვათ დაენახოს და ხელი შეახოს, იქ არ ჩანს მე ხელი შეახო თუ არა, მაგრამ ანუ ჩვენს უძლურებას განა არ ითვალისწინებს, ამიტომ სასწაულები ხდება, მაგრამ ჩვენი რწმენა ამაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. ამას არანაირი მნიშვნელობა არა. მეცაც გეტყვი, თუ რომელიმე ადამიანმა თქვა, რომ ეხლა ეს ასე უნდა მოხდეს და არ მოხდა, იმასაც კი არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი წმინდანი არ არის. ეკლესიის ისტორიამ ამის მაგალითები იცის, რომ წმინდანი რაღაცას იტყო და ესე იქნებაო და არ მოხდებოდა ისე, მაგრამ ის მაინც წმინდანია, იმიტომ რომ წმინდანობა ის კი არ არის რაღაცა იმან წინასწარ განჭვრიტა, წმინდანობა არის თავის ცხოვრების წესი და შინაგანი მდგომარეობით ადამიანი რო ქრისტეს ემსგავსება თავდაბლობაში, სიმშვიდეში, გულმოწყალებაში, დიდსულოვნებაში, ეკლესიისადმი და ქრისტესადმი სიყვარულსა და ერთგულებაში, მოყვასისადმი სიყვარულში, ამაში და არა იმ რაღაცა აი ამ მისტიკურ რაღაცა მხარეში. გესმით? იქ შეიძლება შეცდეს კიდევაც და ეს არაფერს ნიშნავს. და ამიტომაც ესე იგი ჩვენი რწმენა არ უნდა იყოს დაფუძნებული არც სასწაულზე, არც მეცნიერულ მოწმობაზე. ვისი რწმენაც სასწაულზეა დაფუძნებული და მეცნიერულ მოწმობებზე. ეს რწმენა არის საპნის ბუშტი. რაღაცა მეცნიერული იქ შეიცვლება ახალი აღმოჩენა, იქ რაღაცა სასწაული არ დადასტურდება რაღაცა და მორჩა, საპნის ბუშტივით არის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რწმენა სხვა რამეს ეფუძნება იმ ჩვენ შინაგან გამოცდილებას ღმერთთან ურთიერთობისა, რომელიც უნდა გავაღრმავოთ და მეტად და მეტად გავაღრმავოთ. საბოლოოდ ვიტყვით იმას, რომ ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა საიდუმლოებაა, ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ თავად ღმერთია საიდუმლოება და ადამიანის საიდუმლოებაა. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რას ნიშნავს ეს? არის რაღაცა, აი როგორც მაგალითად თვალს არ შეუძლია მიწიერ სამყაროშიც, აი რაც არ უნდა კაი მაგარი თვალი გქონდეს,
ინფრაწითელ სხივებს და ულტრაიისფერ სხივებს ვერ ხედავ. ანუ არა აქვს ამის შესაძლებლობა. ანუ როგორი ძლიერი ლოგიკური აპარატიც არ უნდა გქონდეს, ის შეზღუდულია, იმიტომ რომ ის არის როგორც მათემატიკური აპარატი. მათემატიკა არის ერთგვარი აპარატი, რომლის მიხედვითაც აღწერ ამ სამყაროს, მაგრამ მისტიკურ სამყაროს და მით უმეტეს ღვთაებრივს, აბსოლუტურად ტრანსცენდენტულს მათემატიკური აპარატით ვერ აღწერ. გესმის ეს მოდი თუ ლოგიკურ აზროვნებაზეა საუბარი, ეს რა ლოგიკური არ არის. როგორ უნდა აღწერო ტრანსცენდენტული, ესე იგი მათემატიკური აპარატით, რომელთაც შეიძლება მხოლოდ მიწიერი საგნების აღწერა, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი გაცილებით დიდია, ვიდრე ის რაც ჩანს. ადამიანი მარადიული სასופეულის პოტენციური მოქალაქე, ანუ ის ტრანსცენდენტულს მიღმიერს წვდება. და ღმერთი სწორედ იქ არის, რაც ტრანსცენდენტულია. შესაბამისად, ჩვენი ეს ცდელობა, რომ ლოგიკურად ის გამოვიჭიროთ ჩვენს ფორმულებში და მტკიცებულებებში არ გამოვა და უბრალოდ ხანდახან ის ჩვენს უძლურებას ემორჩილება და შემოდის, მაგრამ ეს ჩვენ არ გაგზდის. ეს ჩიხურ სიტუაციას გვიქმნის ჩვენ სულიერ ცხოვრებაში. და რაც თავარია мотиваციას არ გვაძლევს, რომ მეტად და მეტად ჩაუხმავდეთ ჩვენ შინაგან ცხოვრებას და რაც ვირწმუნეთ ღმერთისგან იმის შესაბამისი შინაგანი მდგომარეობა გქონდეს, როგორც ხშირად გეუბნებით, აი ამის мотиваციას გვიკარგავს, თუ როცა ჩვენ რწმენას გარეგანზე ვაფუძნებთ. ამიტომაც კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რას ეუბნება თომა მოციქულს უფალი, რომ წამს კარგია, მაგრამ ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე და აი ეს გვეხება ყველას ჩვენ და ეს ყველაფერი კიდევ უფალი დღეს რაც წავიკითხეთ წმინდა წერილში იოანე მოციქულის უკვე სიტყვები უშუალოდ, ვინც ეს სახარება დაწერა, გვაფრთხილებს იონურ, ეს ყველაფერი იმიტომ დაიწერა, რაც წმინდა წერილშია, რათა გვწმენეს, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა და გვწმენეს და ცხოვრება გვაქონდეს სახელითა მისითა. გვწმენეს ის, რომ ღმერთია, გესმით? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მაგალითები, რაც არსებობს, გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი რწმენა იყოს ნამდვილი, სწორი და სწორედ ისეთი, რისთვისაც შეგვქმნა ჩვენ ღმერთმა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ქრისტე აღსდგა.